ქიბერ-ხალვაშის ბიზნეს პარტნიორს არტი ჯგუფის ერთ-ერთ ხელმძღვანელ გურამ გოგუას თურქეთის სასამართლო პატიმრობიდან ათავისუფლებს. ამის შესახებ განცხადებას მისი დაცვის მხარე აქვეყნებს. გურამ გოგუა თურქულმა მხარემ დაახლოებით 1 წლის წინ დააკავა. საქართველოს ხელისუფლება კი მის ექსტრადირებას ითხოვდა. რა გადაწყვეტილება მიიღო სტამბულის სასამართლომ და რა მოთხოვნით მიმართა თურქულ მხარეს ორგანიზაცია სოლიდარობა უკანონო პატიმრებს. ნახეთ სიუჟეტში. ქიბერ-ხალვაშის ბიზნეს პარტნიორის არტი ჯგუფის ერთ-ერთი ხელმძღვანელის გურამ გოგუას საქართველოში ექსტრადირება არ მოხდება. გადაწყვეტილება ამის შესახებ 6 დეკემბერს თურქეთის სასამართლომ მიიღო. უფლებადამცველების ერთობლივი გადაწყვეტილებით იგი შეყვანილი იქნა პოლიტიკურ დევნილთან, პოლიტპატიმართა ერთიან სიაში. პოლიტპატიმართა ერთიან სიაში შეყვანის შემდეგ ორგანიზაციამ სოლიდარობა უკანონო პატიმრებს თურქეთის მხარეს შუამდგომლობით მიმართა. ამ დროს სტამბულის სასამართლო გურამ გოგუას ექსტრადირების შესახებ ქართული მხარის მოთხოვნას იხილავდა. არ არსებობს აქ დამოუკიდებელი სასამართლოს განხორციელების წინაპირობა, რომ მისი უსაფრთხოება დაცული არ იყო ამ რეპრესიების და ამ რეჟიმის პირობებში. სასამართლომ გუშინ საბოლოოდ განიხილა გოგუას საქმე და დააკმაყოფილა გოგუას მხარის მოთხოვნა. ერჩოდნენ იმას, გოგუას აბსოლუტურად აფელიც არ დაუშავებია, რომ ის იყო უბრალოდ ილაკლი ოქრუაშვილის და ქიბერ-ხალვაშის მეგობარი. დიმიტრი გაბუნია არტი ჯგუფისა და მასში შემავალი კომპანიების ინტერესებს იცავს. ამბობს, რომ გურამ გოგუას წინააღმდეგ საქმე მას შემდეგ აღიძრა, რაც სახელმწიფომ ბიზნესმენ ქიბერ-ხალვაშისა და თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის დევნა დაიწყო. გურამ გოგუა ქართულმა სამართალდამცველებმა 2007 წლის შემოდგომას დააკავეს და ბრალად სხვისი ქონების მითვისება და ყალბი დოკუმენტაციის დამზადება წაუყენეს. თუმცა ერთ თვეში ის საპროცესო შეთანხმების საფუძველზე სიმბოლური თანხის სანაცვლოდ გაათავისუფლეს. დაახლოებით 1 წლის წინ კი ქართულმა მხარემ მასზე ზებნა გამოაცხადა, თურქეთში დაკავების შემდეგ კი მისი ექსტრადირება მოითხოვა. ჩემთვის დღემდე გაუგებარია, რატო დაჭირდათ გოგუაძის დაკავება, მით უმეტეს რომ ადამიანი შედიოდა თურქეთის საზღვარში ევროპიდან და მას თავისუფალი გადაადგილების უფლება ჰქონდა და როდესაც მან გადაკვეთა თურქეთის საზღვარი, ანუ გადმოკვეთა და შემოვიდა სტამბულში, ის აეროპორტშივე აიყვანეს. ბიზნესმენ ქიბერ-ხალვაშის კომპანიები 2007 წლის სექტემბერში ფინანსური დარღვევების მოტივით დალუქეს. დეკემბერში კომპანიის საწყობი დაუდგენელი მიზეზით მთლიანად დაიწვა. არტი ჯგუფის ქონება კი რამდენჯერმე ჩაშლილი აუქციონის შემდეგ სახელმწიფოს საკუთრებაში გადავიდა. საუბარი არის მილიონობით ქონებაზე და მიმართეთ იმისთვის, რომ ეს გაეხსნათ და გადაეცათ, ჩვენ ვიყავით თანახმად, არ ვიქნებოდით მოდავე მხარე ხელისუფლების წინააღმდეგ თუ გადასცემდნენ ტოლონებს. რაზეც ჩვენ უარი მივიღეთ და თავიანთი დაცვის ქვეშ გადაიყვანეს და კონტროლზე აიყვანეს ეგ ქონება. დღესაც იქ დევს ის ქონება და გაფუჭებული. დაცვის მხარე ამბობს, რომ გურამ გოგუას გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილება უკვე არსებობს. დოკუმენტის გამოქვეყნების შემდეგ კი თურქული მხარე მისთვის პოლიტიკური თავშესაფრის მინიჭების თაობაზე იმსჯელებს.